ჩემთან სატელევიზიო ინტერვიუში ბატონმა დავით უსუფაშვილმა კონტექსტში გულისხმება ჩემს საავტორო გადაცემაში, რომელიც იცით თქვენ შაბათობით 1:09 გადის ფორმულაზე. ბოლო კითხვა მქონდა ასეთი, გვისმენს თუ არა ჩვენ ბიზი და ივანიშვილი. და ბატონმა უსუფაშვილმა, ბატონმა დავითმა გამცა ასეთი პასუხი, ისეა დაინტერესებული ჩვენითო, მოკლედ ისე არ ვუყვარვართო მე და შენო, რომ მერწმუნეო, ერთხელ კი არა ამ ინტერვიუს მოისმენს ორჯერაც კიო, შესაძლოა სამჯერაც კიო. თუ არ ვცდები, ან მეტნაკლებად ასეთი პასუხი გამცა ბატონმა უსუფაშვილმა და ცოტა გამეცინა მოლახტილად გეტყვით და იმ მომენტში ვერ მოვასწარი, რომ მისთვის ბატონი უსუფაშვილისთვის პირდაპირ და ირიბად კი სწორედ ბიზინა ივანიშვილისთვის დამეხვედრინებინა პასუხი არა ჩემი, არამედ დავით გურამიშვილის წეული. დავით გურამიშვილი ამბობს, ისმინე სწავლის მწებნელო, დავითის მცნებასა უნდა გამეშვირა ეხა ხელი იმ მომენტში ხელი უსუფაშვილისკენ, ჯერ მწარე ჭამე კვლავ ტკბილი, ხო, თუ ეძებ გემოვნებასა. ეს უნდა მეთქვა თავს სინანული ჟობია, ბოლო ჟამს თანანებასა და ასე შემდეგ. ეს უნდა მეთქვა მე ივანიშვილისთვის. გვისმენს თუ არა ბატონ ივანიშვილი, რასაკვირველია გვისმენს, მაგრამ მე არ ვგულისხმობ მხოლოდ იმას, რომ მისი სტრუქტურები, ასე მაგალითად სუსი გაკონტროლებული ახლა ანრი ოხანაშვილი სმიერ, ხო, გვისმენს ჩვენ ყველას, ან უკლებლივ ყველას თუ არა, ბევრ ჩვენგანს მაინც, ყოველ შემთხვევაში საზოგადოების აქტიური ნაწილიდან მნიშვნელოვან ნაწილს აკონტროლებს, გვაკონტროლებს, იწერს ჩვენს სატელეფონო ჩანაწერებს, შესაძლოა გადაადგილებასაც აკვირდება და ასე შემდეგ. ამას ეს ხომ ასია, მაგრამ ამას არ უგულისხმობ. უსმენს თუ არა ის ივანიშვილი ოპონენტებს. არსებითი სხვაობაა მოსმენასა და შესმენას შორის. დიახ, ის უსმენს, ყურადღებით აკვირდება მისი კრიტიკოსების ყველა აზრს იზიარებს, არა, აკვირდება, უსმენს, მიაყურადებს ხოლმე, ცხადია, არც ერთ აზრს არ ეთანხმება, არც ერთ კრიტიკას არ ეთანხმება და შესაბამისად არ შეისმენს, ანუ არ ითვალისწინებს ამ კრიტიკას. აი, სულ დღენია დაგრობ ჩავჩიჩინებთ ბატონ ივანიშვილს, ჩავჩიჩინებთ სწორედაც რომ ბატონო ბიზინა, რომ იცოდეთ, უკრაინა უკვე გაიმარჯვა სტრატეგიულად ომში რუსეთთან, ეს რომ იცოდეთ მაინც და ტაქტიკურ დონეზეც ადრე თუ გვიანის მიაღწევს გარკვეულ და მე უკვე საბოლოო წარმატებას მიუხედავად იმისა, როდის, როგორ, რა ფორმით, რა სისასტიკით შეუტევს რუსეთი უკრაინას ამა თუ იმ ფრონტზე აიღებს ერთ სოფელს 7 თუ 17-ს, ამის მიუხედავად უკრაინა დაიბრუნებს იმ 1-საც, იმ 7-საც და იმ 17-საც, ამას რომ ვეუბნებით ბოლოს 3.5 წელიწადია, დიახ, აი ერთ ყურში შეუშვებს თითქოს და მეორე ყურიდან გამოუშვებს ხოლმე და არა მხოლოდ იმიტომ, რომ ასეთი რწმენა აქვს, რომ რუსეთი დაუმარცხებელი ქვეყანა, ეს რწმენა სასაკვირველია მას როგორც სავოკ კაცს, საბჭოთა კაცს, საბჭოთა ოლიგარქ კაცს, ხო, რასაკვირველია აქვს, მაგრამ გარდა ამისა, იმიტომ რომ ბრჩევლები, რომლებიც მას უკვე ამ ყურში ეუბნებიან, ჩვენ ხო ამ ყურში ველაპარაკებით, ირიბად, შორიდან, ისინი ჩასჩურჩულებენ ხოლმე ბატონო ბიზინა, რომ იცოდეთ რუსეთი დაუმარცხებელია და ეს ბრჩევლებში, ამ ბრჩევლებში მე ოდენ, ან მხოლოდ ქართველ ბრჩევლებს, ხაინდრავებს და სხვებს არ გულისხმობ სულაც. მე ვგულისხმობ, რასაკვირველია ბრჩევლებს თუ მოკლედ ყურში მოჩურჩულებს, რომლებიც მას მოსკოვიდან, რუსეთიდან, მოსკოვიდან, FSB-დან ემუშავებიან უხეშად ივანოვ, პეტროვ, სიდოროვებს. ხო და ეს ჩემებული კაცი, რომელსაც ისედაც არ სჯერა, რომ რუსეთი დამარცხდება, რომ რუსეთის დამარცხება შესაძლებელია, მით უფრო დიდ სისულელეთ მიიჩნევს ჩვენს ესეთ დაჟინებულ მტკიცებას იმის თაობაზე, რომ რუსეთი დამარცხდება. ამასობაში ეს კითხვა რასაკვირველია, რუსეთი დამარცხდება თუ არა, რასაკვირველია, აქტუალურია, განა არა. ხა მე აქ
რუსთაველის გურამიშვილი ხო ახსენეთ და რუსთაველის ციტატებით ლაპარაკს კი არ ვაპირებ მაინც და მაინც რომ რაღაცა ბოროტსას ძლია კეთილობად არსება მისი გრძელია გავიგეთ ეს ყველაფერი მაგრამ თანამედროვე სიტყვა ხო იმპლემენტაცია როდის მოხდება ამ კეთილის გამარჯვებისა როდის შეესხმება ამ ყველაფერს ხორციო ვინმე იტყვის და რა საკვირველია ეს არის ძალიან რთული პროცესი ეს არ არის ერთდღიანი ერთთვიანი ან ერთწლიანი პროცესი და ასე შემდეგ თუმცა აქვე ვიტყვი რომ ასე მაგალითად 90 რომელი წელი ავიღოთ 88 წელი ავიღოთ თუ ვინმე იტყოდა რომ 88 წლის არ ვიცი აი მაისია ხო მაისში რომ მეგობრებო 2 წელიწადში 3 წელიწადში საბჭოთა კავშირი დაინგრევა ეს ვინმე შერაცხული იქნებოდა ჩვენს მიერ გიჟად ჰალალ გიჟად იმიტომ რომ კი დაწყებული იყო პერესტროიკა გარდაქმნა გლასნა სიგიჟე თუ სისულელე თუ არასწორი თუ საბოლოო ჯამში მაინც არასწორი რა თქმა უნდა პროექტი საბჭოთა კავშირის გარდაქმნისა პერესტროიკისა ხო და გარდაქმნილი იყო გორბაჩოვისეულად მაგრამ დაახლებიც კი დაცარიელებული იყო უკვე 88-ში ალბათ იყო დაცარიელებული 88-ში 99-ში მაგრამ აი საბჭოთა კავშირის როგორც სტალინის მიერ შექმნილი იმპერიის შემონგრევა დანგრევა კოლაფს კი ვერავინ ვერ ეწინასწარმეტყველებდა მაინც და გიჟი იყო მეთქი აგიგითხავთ ის ვინც ამბობდა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა მე ჩვენ ოჯახს ხავდა უახლოესი მამაჩემი აღარ არის ცოცხალი არც ის კაცი აღარ არის ცოცხალი ვისაც ახლა დავასახელებ ასეთი კაცი იყო ფილოსოფოსი ვაჟა როგავა ფილოსოფიის ინსტიტუტის თანამშრომელი იყო ვაჟა მამაჩემს ის ტანკის და მამაჩემის მას ტანკს ხო ტანკს უწოდებდა ასე მიმართავდნენ ხოლმე ერთმანეთს ჭადრაკს თამაშობდნენ სულ ჩვენთან სახლში შეიკრი მოდიოდა ხოლმე ვაჟა იყო ფილოსოფოსი მას არ ქონდა დაცული საკანდიდატო დისერტაციაც კი იყო ფილოსოფიის ინსტიტუტის რიგითი მეცნიერ თანამშრომელი არ დაიცვა საკანდიდატო დისერტაცია იმიტომ რომ თუ გახსოვთ ვალდებულება იყო ესეთი თუ იცით რომ ლენინი და სტალინი უნდა გეხსენებინა სულ რო კანტზე და არისტოტელეზე გესაუბრა თუნდაც ხო და აი ვაჟა კი თაკილობდა ლენინ სტალინის მოხსენება საკუთარ დისერტაციაში და აქედან გამომდინარე არც დაიცვა და არც შეეჭიდა ამ საქმეს ნიჭიერი კაცი იყო ვაჟა დავიწყე ვაჟას ლაპარაკი და გამახსენდება ამასობაში ხო და ვაჟა ამბობდა ხო რა დავიწყე და გამახსენდა ვაჟა ამბობდა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრევა რა საკვირველია და ვაჩემს აღყვებოდა ხოლმე და ძალიან ცოტას თუ ეჯერა 87-ში 88-ში ვაჟა უგზავნიდა მელამ კოსტავას გადასახლებაში მყოფს რაღაც გარკვეულ ამანათებს კრებდა ხოლმე ალბათ აი იმ ანტისაბჭოთა პირებისაგან და ერთი ხანობა საბჭოთა მილიცია დაძდევდა და ერთი ხანობა როცა დაძდევდა საბჭოთა მილიცია ჩვენთანაც იმალებოდა სახლში ტანკი ვაჟა როგავა აქვე ვიტყვი რომ ვაჟას ქონდა ის კამოს ქუჩა უზნაძის ქუჩაზე ცხოვრობდა და ვაჟას ქონდა თარგმნილი ძალიან გერმანულიდან ძალიან ბევრი ცნობილი გერმანულენოვანი ფილოსოფოსის ნაშრომები არ ვიცი მართლა გითხრათ სად არის ახლა ეს თარგმნილი და არ გამოცემული მოდი ასე ვიტყვი და კიდევ ერთსაც ვიტყვი ვაჟა როგავა იყო პროფესორ გიორგი როგავას ენათმეცნიერის და აკადემიკოს ქეთევან ლომთათიძის შვილი აი იმ ქეთევან ლომთათიძისა რომელიც იყო ენათმეცნიერების ინსტიტუტის ჯერ დირექტორი და მე საპატიო დირექტორი ხო და ბევრს ეჯერა ცოტას ეჯერა რომ საბჭოთა კავშირი დაინგრეოდა და ახლაც ცოტას ჯერა რომ საბჭოთა კავშირის მემკვიდრე რუსეთი დაინგრევა მეთქი ეხლა რა ადასტურებს რუსეთი რომ დაინგრევა ამას გადავდივართ ხო ის რომ 3 წელია მედეგად დგას უკრაინა 3 წელია ის ტოლს და სწორს არ უდევს ამ გველეშაპ იმპერია რუსეთს და აი ახლა კი ხდება შემდეგი რამ ახლა ხდება ჩემი მოსაზრებით ერთ-ერთი საკვანძო ამბავია აი ეს დღეები რომლებიც ჩვენ გველის აი უახლოეს ერთი კვირა არც კი 4-5 დღე წარმოიდგინეთ ქვეყანა რომელმაც დაიწყო SVO სპეციალური სამხედრო ოპერაცია რომელმაც თქვა რუსეთი რომელმაც თქვა რომ ერთ კვირაში 10 დღეში მაქსიმუმ მე მოვამრგვალებ მოვათავებ უკრაინის
კონფლიქტს კი არა უკრაინის დამოუკიდებლობას, უკრაინის სახელმწიფოს, მას გარდაქმნი, მას რუსეთულ სახელმწიფოდ ვაქცევდა, ეს რო დაიწყო 24 თებერვალს 2022 წლისა, მაქსიმუმ 10 მარტს უნდა დაესრულებინა ეს SVO და იცით რომ ვერ დაასრულა. კიევშიც კი იყო შესული, ეხლა ზბომბავს ხანდახან კიევს და ასე შემდეგ, მაგრამ აი ვერ დაასრულა. ეხლა რაც უნდა ის უთქვამს რომ გერმანელები დაეხმარნენ, უთქვამს რომ ამერიკელები დაეხმარნენ, უთქვამს რომ მთელი ნატო დაეხმარა, უთქვამს რომ მთელი ნატო იბრძვისო ჩემს წინააღმდეგ, რა მნიშვნელობა აქვს? ვერ მოამრგვალა, ვერ მოათავა, ვერ მოაღრჩო უკრაინა როგორც სახელმწიფო, უკრაინელი ხალხი პირიქით უფრო გააბოროტა მის წინააღმდეგ და ვერასოდეს ვერ აღმოიფხვრება ის კონფლიქტი, ის სიძულვილი, მოდი ასე ვიტყვი, რომელიც უკრაინელს რიგიც გაუჩნდა რუსი რიგითის ან რუსული სახელმწიფოს მიმართ. ხო და ახლა რა ხდება, მეთქი დავუბრუნდეთ ამ თემას. რა ხდება, მეგობრებო და 9 მაისი ახლოვდება. და ეს ქვეყანა, რომელიც ამ 3.5 წლის წინ, 3 წლისა და 2 თვის წინ, 3 თვის წინ ამბობდა რომ მე კიევსაც კი ავიღებო, ეხლა ეს ქვეყანა არის მდგომარეობაში, როდესაც მანდრაჟი აქვს პუტინს პირდაპირ მნიშვნელობით, ანუ შიში აქვს, რომ მართლა ემანდ უკრაინელებმა არ გაბედონ და ემანდ არ ვინძლო მართლა არ და ბომბონ წითელი მოედანი, სადაც 18-20 სტუმარი ეყოლება იმ შლეგ მეტრანახევრიან პრეზიდენტ პუტინს. მეტრანახევრიანს კი არა ვამცირებ, ხა მეტრანახევრიანები გენიოსების იყვნენ და საუკეთესო ხალხიც, მაგრამ აი ამ შემთხვევაში მართლა დამაკნინებლად ვამბობ, იმიტომ რომ კარგად აგიხსნათ, რომ მას მეტრანახევარი ტვინიც კი არ აქვს იმ პატარა თავში. და სინდისიერი კაცი რო არის, ესეც ფაქტია. და ეხლა განიხილავს ეს პუტინი და სხვები ამ იმპერიის დედაქალაქ მოსკოვში, ხომ არ შეიპატიჟონ სტუმრები შიგნით კრემლში და გარეთ არ გავიდნენ, იმიტომ რომ ემანდ ვინძლო უკრაინა მაინც არ გათავხედდეს, ალბათ სწორი სიტყვა არ არის, არ გარისკოს, ან ასეთი გულადი არ აღმოჩნდეს. კი, მედვედევმა თქვა, რომ მეორე დღეს ჩვენ საერთოდ ჰაერში ავწევთ კიევსო, მაგრამ ის რომ მედვედევმა რომელიც ვავს, ლოთი არა პიანიცა, ჩვეულებრივი პიანიცა. ხო, ანუ ურტყავს. ანუ სხვანაირად, აი, ორი კვირა რომ გაუშვა, გაბომჟდება, პირდაპირ უშლობით, მოსკოვის ბომჟი იქნება. ეს მედვედევი სერიოზულად რომ ლაპარაკობს ამ თემებზე, ესე იგი სერიოზულად შეშინებულია იმით, რომ თეორიულად განიხილება, რომ უკრაინას შეიძლება მისცდეს, წარმოიდგინეთ, რომ მოხდეს წითელ მოედანს ერთი პატარა უპილოტო საფრენი საშუალები ბომბიც არა, აი დრონიც არა, დრონუკა. რამდენად დიდი მნიშვნელობისა იქნება ეს ყირიმის ხიდის აფეთქებაზე მნიშვნელოვანი იქნება ჩემი აზრით. და კრეისერ მოსკოვას ჩაძირვაზე ნაკლები სულაც არ იქნება, მეთქი ასე ვიტყვი, იმიტომ რომ სიმბოლოები ინგრევა და სიმბოლოების მონგრევა, დანგრევა, განადგურებას ომში, ხო, ამგვარ ომში მithumeles გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ვიღაცამ რომ მოიპაროს, აი შევიდეს მავზოლეუმში და დასტაცოს ხელი მუმიას თუ ლეშს, ხო, მუმიას ლენინს გულისხმობ და უცებ რომ გაიტაცოს და თუნდაც იქვე მიაგდოს საზიზგნად ყვავებისა, ხო, ამასაც ესეც კი იქნება იმის მანიშნებელი, რა სუსტი ყოფილა თურმე რუსეთი ფსიქოლოგიური გარდატეხვა კი არა, გადატეხვა, წელსში გადატეხვა მოხდება ამით რუსეთის ამასობაში ამ საინფორმაციო კამპანია ომში. ბოდიში, სანამ ამას ვიტყვი, მანამდე ვიტყვი, რომ მე არ მგონია გულახდილად გეტყვით, რომ უკრაინა მისწვდება წითელ მოედანს. აი, ალალად, პატიოსნად, გულღიად, ალალად გეუბნებით, რომ მე არ მგონია, რომ არაფერი არ მოხდება. ანუ წითელ მოედანს და სტუმრებამდე ვერ მიაღწევს, საერთოდ მოსკოვის საჰაერო სივრცეში ან შეფრინდება, ან ვერ შეფრინდება უკრაინული დრონუკა. მაგრამ ეს მე რო არ მგონია, ეს არ ნიშნავს იმას, რომ საინფორმაციო კამპანია არ უნდა მიმდინარეობდეს. ხო და ამ უკრაინა საინფორმაციო კამპანიას ხო დაიწყო, დაშინების საინფორმაციო კამპანია სრული სიმძლავრით მიმდინარეობს და უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელმა ერმაკმა სერიოზული გასიროა. მინიშნება გააკეთა ამგვარი. 9 მაისს მოსკოვის კამიკაძე დრონებით დაბომბვის თაობაზე და გამოქვეყნა ილუსტრაცია. ბოდიში, ახლა თუ გავხსნი, კარგად გავხსნი. ნახეთ როგორია.
ზელენსკი აქ თუ ამჩნევთ დამწვარ კრემლს, ეს ზელენსკის აჩრდილი ადგას თითქოს, ხო? დამწვარი კრემლი კიდევ რა არის აქ? ხო, რაღაც აი თელი ამბავია, ხო? ამ რაღაც პოსტერზე. ხო, იდა რა საინტერესოა. აი ხა მივაქციე. უკრაინულად წავიკითხავ და цей мы наближали как могли. Როგორ არის? Это день победы. Რაღაცა приближали как ხო ერთი წუთი. ეხლა ჩაგირთავთ. ბოდიში. პრინციპში რატომ უნდა ჩავრთო, ხო? День победы. ისა ბოდიში ერთი წამი მოვუსმინოთ ეს არის რა თქმა უნდა ლეშენკო იქნება, ვინ იქნება? ნახეთ? Пригласить на эту сцену замечательного აი არა გამორთოთ რა საშიც გული მისკდება და მე რევა მეთქი აი მის თქმაც მინდა ბოდის ვიხდი ხო და ამბავიც ეს არის კიდე ერთი ამბავი უნდა მეყოლა ამიტომ გადავებრუნებ ამ ტელეფონს რას გადავაგდებ ეს кайხვითო ვარ ამბავიც ეს არის რომ ამ რუსებს ძალიან დიდი სერიოზული მანდრაჟი აქვთ იმასთან დაკავშირებით და რომ უკრაინა 9 მაისს მართლაც დაარტყავს. ეხლა თუ დავინახე კი და მივაქციე ყველხებ ხო. და აი აქ ძალიან მნიშვნელოვანი ამბავია, როგორც უკრაინას ეხება ეს აი რუსეთის დაბომბვას არ ეხება მოსკოვის დაბომბვას. არის ესეთი კაცი მარკ ბერნსი. მარკ ბერნსი არც არაფერს არ გეუნებათ, ახლა არც თქვენ გეუნებათ, არც მე მეუბნებოდა ცოტა ხნის წინ ეს გვარსახელი და ასე შემდეგ. სერიოზული კაცია. გაჩვენებთ ფოტოს. ესეთი კაცია, ნახეთ? თითი აქ გაშვერილი. ეს მარკ ბერნსი არ ჩამიხილავს მისი ბიოგრაფიისთვის დეტალურად გულახდილად გეტყვი. დეტალურად კი ერთ არ ჩამიხილავს, ჩავხედავ. აი ამ ვიდეო ბლოგს დავამთავრებ თუ რა ჩავხედავ. და უცებ ხასეთ რამეს ამბობს ეს მარკ ბერნსი. შეერთებული შტატები არ მიატოვებს უკრაინას. მე გავუზიარე ტრამპს ის, რაც გადავიტანე უკრაინაში მოუყევი რუსების მიერ უკრაინელი ბავშვების, ქალების და მოხუცების დახოცვაზე და სამოქალაქო პირების წინააღმდეგ ჩადენილი სისასტიკეების თაობაზე. ამას ამბობს კვლავ მიმეორებ მარკ ბერნსი და ის გახლავთ ტრამპის სულიერი მრჩეველი. არ არის ეს მეგობრებო შემთხვევითი ამბავი. სულიერი მრჩეველი რო ეუბნება ამბობს ის კი არა, არამედ ის რომ აი ამ ხნის განმავლობაში დადუმებული სულიერი მრჩეველი ახლა გააქტიურდა რატომღაც და საჯაროდ ამბობს იმას, რაც მას თურმე უთქვამს ტრამპისთვის. რა ვიცი, რა მოგახსენოთ და ბოლო ამბავი, ეს ყველაფერი ხო საინფორმაციო პოლიტიკაც არის, საინფორმაციო პოლიტიკა სტრატეგიაც არის. და აი საინფორმაციო სტრატეგიის ნაწილია ის, რასაც ახლა გეტყვით. ხო, მანამდე გეტყვით, მოდის ვიხდი, რომ ვუჩიჩი, სერბეთის ლიდერი და ფიცო, მე მგონი მართლა არ ჩადიან 9 მაისს მოსკოვში და ახლა ერთი საინტერესო ამბავი. ტრამპს ბუნებრივია ყავს მომხრე ჟურნალისტები, ხო? არ ვიცი, ჟურნალისტები მომხრე საინფორმაციო კამპანიას აწარმოებენ და ასე შემდეგ. და ბევრი ამგვარი. თუმცა უმრავლესობა მედიიდან კრიტიკულია მის მიმართ განწყობილი. კრიტიკულად არის განწყობილი მის მიმართ. არის ეს ჟურნალისტი ბენ შაპირო, მან ჩაწერა ზელენსკისთან ინტერვიუ და გეტყვით რას ამბობს ეს შაპირო. ეს შაპირო, რომელიც არც თუ პროუკრაინელია იდეაში, ამბობს ეს რამეს. ეს არ არის სასაზღვრო დავა, ანუ დავა ორ სახელმწიფოს ორ სუბიექტ შორის. ეს სოფელი ჩემია და აი ეს სოფელი შენი იყოს. ეს არის ომი იმის შესახებ, უნდა არსებობდეს თუ არა უკრაინა, როგორც სახელმწიფო. ქართველო მაყურებელო, ძვირფასო ქართულო მაყურებელო. რუსეთს ჩვენთან აქვს ჰიბრიდული ომი
და პერიოდულად კონვენციური ომი, არა იმაზე, რომ აინტერესებს რაღაცა. ერთი ტერიტორია, 2, 7, პრორუსული მთავრობა, რაღაცა ტვირთების გატარება აქ, რაღაც მისი მოქალაქეების უზრუნველი ცხოვრება. მას უნდა, რომ საქართველო როგორც ქვეყანა არ არსებობს უკრაინასთან იმართებაშიც ასეა. შაპირო ამბობს. ეს არ არის საზღვრო დავა, ეს არის ომი იმის შესახებ უნდა არსებობდეს თუ არა უკრაინა. უკრაინას სურს არსებობა, პუტინს კი სურს რომ ის არ არსებობდეს. 80 წლის განმავლობაში შეერთებული შტატების საგარეო პოლიტიკაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი შეცდომა იყო იდეა, რომ ჩვენი მოკავშირეები იდეალურები არ არიან და შესაბამისად ისინი უნდა მივატოვოთ. ასე დავკარგეთ ჩვენ ვიეტნამი ამბობს შაპირო. ასე დავთმეთ ავღანეთი. შედეგი ყოველთვის ერთი და იგივე იყო კიდევ უფრო დიდი ბროტების გამარჯვება. ამიტომ ჩვენ უკრაინას არ მივატოვებთ. შეერთებული შტატები მებრძოლ უკრაინას და მებრძოლ ქართველ ხალხსაც რომ იცოდეთ არ მიატოვებს. რითი დავიწყე ეს ვიდეო ბლოგი? რითი არ გავაგრძელე, როგორ არ გავაგრძელე? და ბიზნეს კი უნდა მივმართო. ისმინე სწავლის ძებნელო ბიძო მიხევი ცნებასა. ჯერ წარეჭამე კვლავ ტკბილი თუ ეძებ გემოვნებასა უბედურებას ის არის მეგობრებო რომ არ უნდა ამ კაცს სწავლა არ უნდა და შიში აქვს იმისა რომ ჩაუყრიან ამ პოლონიუმს მოსკოვიდან რუსები და დაიბრიდება და აი ამ შიშებს და კომპლექსებს და ფინანსების დაკარგვის შიშს და კიდე რაღაცებს და ასე შემდეგ გადააყოლა თქვენი ქვეყნის ინტერესები. Now, this.